მოგესალმებით. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამტკიცების თვალსაზრისით. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს. შეგახსენებთ, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. შეუძლებელია გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს ვინმე, ვისაც წაკითხული აქვს ეს კანონი და ვისაც გააზრებული აქვს, რომ გამჭვირვალობა ერთ-ერთი საკვანძო ევროპული ღირებულებაა. მადლობა მინდა გადავუხადო მმართველი გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებს, რომლებიც მიტინგებზე ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით პასუხობდნენ. კიდევ ერთხელ მოუწოდებ მომიტინგეებს თავი შეეკავონ ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ასევე კიდევ ერთხელ თხოვო სამართალდამცავებს ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ. საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო. ჩვენ მომავალშიც ვიმოქმედებთ უმაღლესი პასუხისმგებლობით ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის წინაშე და გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ევროკავშირის გაწევრიანება მხოლოდ ღირსებით და სუვერენიტეტით არის შესაძლებელიც და ფასეულიც, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული. მადლობა ქართულ ხალხს, რადგან სწორედ ქართველი ხალხის ხარდაჭერამ მოგცა გასულ წლებში რევოლუციის ორი მცდელობის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შესაძლებლობაც სწორედ ქართველი ხალხის ხარდაჭერამ მოგცა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ხარდაჭერით მომავალშიც დიდ წარმატებებს მივაღწევთ და 2030 წლისთვის საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დიდი მადლობა. ვარი კითხები? ტელეკომპანია იმედი გივი კუჭავა, მოკლედ ობრაიანთან შეხვედრის მეტი დეტალი რომ გითხრათ, რამ გამოიწვია მისი ეს შერბილებული რიტორიკა და ფაქტია რომ აღარ ითხოვენ გაწვევას და მოკლედ რომ გითხრათ უფრო მეტი დეტალი ამ შეხვედრის შესახებ. ჩვენ მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ ობრაიანთან, გაგრძელდა 2 საათნახევარი, როცა 1 საათი იყო დაგეგმილი. და იყო ძალიან გულწრფელი შეხვედრა. ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ორხრივ ურთიერთობებს. მათ შორის ჰქონდა გულწრფელი საუბარი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა ჩვენს ქვეყანაში გასული 3 წლის მანძილზე. ჩვენ აუხსენით განუმარტეთ ყველაფერი ბატონ ობრაიანს. ჩვენ ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მსაობა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს არის სურვილი, მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება, სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. თუ იქნება ასეთი დამოკიდებულება, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მივახცევთ წარმატებებს ორხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა საუბარი მათ შორის უშუალოდ კანონზე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ განუმარტეთ ყველა დეტალი ბატონ ობრაიანს, რაც დაკავშირებულია ამ კანონთან. თუ იქნება რაიმე შენიშვნები, კიდევ ერთხელ ვართ მზად დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ობრაიანსაც უშუალოდ დაუდასტურე. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი ჩვენი პარტნიორისთვის იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, რაც ხდებოდა ამ ორხრივ ურთიერთობებში გასული 3 წლის მანძილზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ვიზრუნოთ ორხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც დაუდასტურე პირადად ბატონ ობრაიანსაც.
მოგესალმებით ნათია ქენქაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. ბატონო პრემიერო, თქვენი გუნდის პოზიცია ცნობილი იყო კანონპროექტის მიღებამდეც, რომ მიუხედავად შიდა მღელვარებისა და საერთაშორისო კრიტიკისა მიიღებდით ამ კანონპროექტს და ასეც მოხდა, ეს კანონპროექტი უკვე დაამტკიცა პარლამენტმა, თუმცა ამის მიუხედავად პროტესტი ქუჩაში არ წყდება, მეტიც უფრო მეტ პროტესტს აანონსებს, როგორც ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და არ წყდება საერთაშორისო კრიტიკა. საკმაოდ მწვავე განცხადებები გაკეთდა უკვე კანონპროექტის მიღების შემდეგაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამ მოვლენების ფონზე თქვენ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რა სცენარს ხედავთ მოვლენათა განვითარების და გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიდან, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თქვენი მოლოდინი, რომ შესაძლოა ვეტოს ფორმატი ყოფილიყო გამოყენებული გარკვეული ცვლილებებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ გააკარწყლა პრეზიდენტის განცხადება. მან თქვა, რომ ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ. რა სცენარს და რა გამოსავალს ხედავთ სიტუაციიდან? რაც შეეხება პროტესტს, საქართველოში არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია. ხო, ეს არის დემოკრატიის ნაწილი და პოლიტიკური ოპოზიციას ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები. ეს არის მთლიანობაში პოლიტიკური უმცირესობა. როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს არწმუნებს რაღაცაში, შემდეგ ისინი გამოდიან ქუჩაში, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმცირესობა ვერათარ შემთხვევაში ვერ აიძულებს პოლიტიკურ უმრავლესობას, რომ მიიღოს ისეთი ან არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გამტკიცებას, ხომ? ეს გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური უმრავლესობის მიერ. რაც შეეხება რაოდენობებს, ყველამ ნახეთ, რომ ჩვენს აქციაზე იყო დაახლოებით 5-ჯერ მეტი გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციებზე. ხო, ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს მაგათად ქართულ ოცნებასა და კოლექტიურ ნაცმოძრაობას შორის. ხო, რაც არის თანაფარდობა, ის თანაფარდობა იხილა საზოგადოებამ აქციებზეც, რომლებიც გაიმართა ერთი უმრავლესობის ორგანიზებით და მეორე პოლიტიკური უმცირესობის ორგანიზებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები ან ოპოზიციის დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის უფლება. მათ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა. როდესაც კანონპროექტს ხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი უშუალოდ კანონპროექტს, გამჭირვალობას კიდევ ერთხელ ვეთქვი, ხარს უჭერს 80%-ზე მეტი, უშუალოდ ამ კანონს ხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, პარლამენტი, რომელიც ამ ხალხის მიერ არის არჩეული, ვალდებულია იმოქმედოს სწორედ უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის, ჩემი აზრია, ირაციონალური განწყობის მიხედვით. შესაბამისად, ყველაფერი აქ არის დღესავით ნათელი. დემოკრატიაში ყველას აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღება იმ წესით, რომელიც არის დადგენილი დემოკრატიულ სისტემაში. გამარჯობა, მთავარი არხი ჟანა აკოფაშვილი. ბატონო ირაკლი, მე მინდა გაჩვენოთ ფოტო. როგორ გაუსწორდნენ ირაკლი ქაცარავას დღევანდელ აქციაზე? დავით ქაცარავას ბოდიში. სპეციალიშვილების რაზმის წევრები მოულოდნელად დაესხნენ მას თავს, მთელმა მოსახლეობამ იხილა ეს პირდაპირ ეთერში. სასტიკად არის ნაცემი, ის კლინიკაშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება ამ დროისთვის. ყველაზე მეტად დავით ქაცარავა აღიზიანებს რუსეთს. იყო თუ არა ეს რუსეთის დაკვეთა და თუ არა, მაშინ გითხარით, რატომ გაუსწორდნენ მას ასე სასტიკად სამართალდამცავები, რომლებსაც თქვენ ცოტა ხნის წინ მოთმინებისკენ მოუწოდეთ? მე არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. თუ ვინმე აწყობდა პროვოკაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ეგრეთ წოდებულ საზღვართან, გამყოფ ხაზთან, ეს იყო სწორედ დავით ქაცარავა. ასევე მე მინდა შეგახსენოთ, მე არ მგონია რამე მეშლებოდეს, ძალიან მალე მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს რუსეთის ფედერაციაში და უცბად გახდა შემდეგ ანტირუსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში, რაც შეეხება ამ ფაქტს. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას მოთმინებისკენ. ამ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფის ფაქტი, გინების ფაქტი, მაგრამ არა იყო, შეგიძლიათ ნახოთ. ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, როდესაც არის თუნდაც შეურაცხყოფა, ძალადობა, ყველას მართებს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მართებთ მაქსიმალური მოთმინება, ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება.
გელა ბოჩკაშვილი, რადიო თავისუფლება. რამდენიმე წუთის წინ სანამ თქვენი ბრიფინგი დაიწყებოდა, ობრაიანს ჰქონდა პრესკონფერენცია, სადაც უპასუხა მედია საშუალებების კითხვებს და ერთ-ერთი საკითხი, რასაც შეეხო, იყო ივანიშვილის საკითხი და თქვა, რომ ივანიშვილი არ არის ამ ეტაპზე სანქცირებული ადამიანი და ციტატას გეტყვით, გამოუგნებელია ასეთი გავლენიანი ადამიანი, ასე არასწორად რომ არის ინფორმირებული. უფრო მეტი რომ გითხრათ, თქვენ რამდენიმე დღის წინ ახსენეთ 2 მილიარდი დოლარის საკითხი და რო აგვიხსნათ, უკავშირდებოდა თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ამ თანხას, რომელიც თქვენ ახსენეთ და ამ თანხასთან კავშირს რაიმე სახით. და კიდევ ერთი სანქცირებასთან დაკავშირებით, თუ გქონდათ რაიმე ტიპის საუბარი ობრაიანთან, იმიტომ რომ ის შეეხო სანქცირების საკითხსაც და რა ტიპის საუბარი იყო, რა გითხრათ და თქვენი პასუხი რა იყო? მადლობა. რაც შეეხება de facto sanktsias, ხო? ანუ რა თქმა უნდა ფორმალური სანქციები არის საკითხი, მაგრამ რაც შეეხება de facto sanktsias, ეს de facto sanktsia მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით მე ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ბატონ ობრაიანს, ვისაუბრე მაგალითად გარკვეულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ამ თანხის გაყენვის შემდეგ, გარკვეულ მოთხოვნა იყო წამოყენებული ამ შეხვედრას და შემდეგ. ამ თემებზე მე აქ ვერ ვისაუბრებ დეტალურად, მაგრამ მთელი რიგი დეტალები გავაცანი ბატონ ობრაიანს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი, იმიტომ რომ საფრთხების უხერხული თემებია, ამიტომ მოვერიდები. მე არ მინდა რომ ზედმეტად დავაზიანო მთელი რიგი სუბიექტების, მათ შორის პარტნიორების რეპუტაცია, ხალხში უნდა დარჩეს დადებითი აღქმა მთელი რიგი პარტნიორებთან მიმართებით. ამ დეტალებს ვერ ვიტყვი, თუმცა ზოგადად დაახლოებით მოგახსენებთ, რაზეც იყო საუბარი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. 2008 წელს დაიწყო ბიზინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მათ შემდეგ, რაც ბიზინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინის ომის დაწყებიდან ორ კვირაში პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოყვა ასევე სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე ბიზინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, ასე ვთქვათ, რომ კონდეს შესაბამისი აღქმა de facto სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია ამის უკანაც, რაც იძლევა ძალიან მყარი აღქმის ასე ვთქვათ არსებობის უფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რეალურად de facto სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საბირწონედ, რომ კონკრეტულ ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავიდა თავის დროზე ბიზინა ივანიშვილი. პოლიტიკაში დაბრუნება ამ საკითხს უკავშირდება, მისი პოლიტიკაში დაბრუნება ამ საკითხთან რაიმე კავშირში არის თუ არა და მაინტერესებს ობრაიანს რაიმე ტიპის საუბარი თუ ქონდა სავარაუდო მოსალოდნელ სანქციებს. პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები ბატონო ბიზინა ივანიშვილმა თავად განმარტა, ეს პირდაპირ არ იყო დაკავშირებული, არც ზოგადად არ იყო დაკავშირებული ამ თემასთან, ამას ჰქონდა სხვა მიზეზები და სანქციებზე თუ არა, საერთოდ ეს საკითხი, სანქციების საკითხი საერთოდ არ ყოფილა ხსენებული ჩვენ შეხვედრაზე. ანუ რაიმე ფორმალურ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ეს არ ყოფილა საუბრის საგანი ჩვენს შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა 2 საათნახევარი, სანქციები არ იყო საერთოდ ნახსენები. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, მარიამ კოპალაიშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2. ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტი რუსთაველზე გრძელდება და ახლა სცენას იკავებენ საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები. მათ შორის არის ჟიგმანტას პავილიონისი, ეს ერთი ჩემი კითხვა დააკეთებენ მოწოდებებს აქციის მონაწილეების მისამართით და მეორე კითხვა არის ობრაიანზე, რომელზეც თქვენ ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ, მაგრამ მაინც კითხავთ ცალკე. ფაქტია, რომ მან თქვა, რომ არაკანონი უნდა იყოს გაწეული ან გაუქმებული, მან ისაუბრა ცვლილებების შესაძლებლობაზე და ამ კუთხით სივრცის გამოყოფაზე რა შეიძლება შეიცვალოს, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამის მიმართ? პრინციპში რაც ხომ იმას თუ რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში ამას ვითხოვდი ჩვენ ამ ეგრესოდებული რუსული კანონით, ეს არის უცხოური გავლენის გამჭრელობა. და ჩვენ დღეს სცენაზე პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭრელობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები. რაც წარმოიდგინეთ
რა მასშტაბის ლუსტრაცია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა. ბუნებრივია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია, დანარჩენზე რა თქმა უნდა საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს. რაც შეეხება კანონს. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად. თავარია, რომ კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით. რაც დღემდე არ მიგვიღია. დღემდე არ ყოფილა არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა კანონთან დაკავშირებით. თუ მივიღებთ, ოხონდ რამე მივიღოთ. ნებისმიერი შენიშვნის განსახილველად ვართ მზად. უბრალოდ ერთი რამე აქვს მნიშვნელოვანი, იმდენად მარტივია ეს კანონი, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს. ეს არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შაბარება. იმდენად მარტივია ეს კანონი, რომ ვერც წარმომიდგენია, რა შენიშვნა შეიძლება მოგცენ ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენმა პარტნიორებმა. ან ერთადერთი რამ წერია ამ კანონში, დანარჩენი არის თლიანად ტექნიკური ნორმები. ერთადერთი რამ წერია, ეს არის ის, რომ ორგანიზაციები წელიწადში ერთხელ აბარებენ დეკლარაციას. ამაზე რა შენიშვნა უნდა მოგცეს ვინმე, არ ვიცი, იმიტომ რომ ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რაც არის უაღრესად ევროპული მოვლენა. აქედან გამომდინარე დაველოდებით, აქამდე თუ ვერ შეძლეს შენიშვნების წარმოქმნა, არ ვიცი როგორ შეძლებენ ამის გაკეთებას მომავალში, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ ღია სამართლებრივი დისკუსიისთვის. მოგესალმებით პირველ რიგში ტელეკომპანია პალიტრანიუსის სალონი ჯაფარიძე. ახლაც საუბრობდით შენიშვნებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ღია ხართ დიალოგისთვის, რამოდენიმე დღის წინ თქვით მათ შორის ბრიფინგზე, რომ თუ კი იქნება საგნობრივი მსჯელობა კანონპროექტთან დაკავშირებით, გარკვეულ დათმობებზე წავა ქართული ოცნება. ხედი ამ განცხადებების ფონზე კი ჩნდება სხვადასხვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რა დათმობაზეა საუბარი, რადგან ამ განცხადებას მოჰყვა სხვადასხვა ვერსიები. ნაწილი საზოგადოების და მათ შორის თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს შეეხება მხოლოდ და მხოლოდ სახელწოდებას, ნაწილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტის გაკეთილშობილება არის პრაქტიკულად გამორიცხული. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებსაც დაინტერესათ ამ საკითხმა, რითი პასუხობს მართველი პარტია, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს ქართული ოცნება დიპლომატებთან და მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებსაც გარკვეული საგნობრივი მსჯელობის კონტექსტში ექნება შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით. მადლობა. მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ტერმინი დათმობა არ არის სწორი ამ შემთხვევაში. დათმობებზე ვერ იქნება საუბარი, ჩვენ უნდა წარმოგვიდგინონ სამართლებრივი შენიშვნა. გითხრან სამართლებრივად რა არ არის სწორი. და თუ დაგვიმტკიცებენ, რომ სამართლებრივად რაღაც არ არის სწორი, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ. აქ დათმობებზე კი ვერ იქნება საუბარი. აქ საკომპრომისო არაფერი არ არის. ეს კანონი მით უმეტეს ეხება სახელმწიფო სუვერენიტეტის გამტკიცებას. ჩვენ ვერავით არ კომპრომისზე ვერ წავალთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე, ხო? თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა, თუ დაგვიმტკიცებენ, რომ გარკვეული ნორმები არის სამართლებრივად გაუმართავი. წინააღმდეგება მაგალითად ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ. მაგალითად თუ დაგვიმტკიცებენ, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა სამართლებრივად ეწინააღმდეგება გარკვეულ პრინციპებს, კი ბატონო, შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, კარგი. გამარჯობა. ნანუკა ქაჯაია და პირველი ბატონო ერეკლი დავით ქაცარავასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ პირველ რიგში მაინტერესებს ნახეთ თუ არა ის ფოტო რომელიც ვრცელდება და ის დაზიანებები რომელიც დავით ქაცარავას მიღებული ნახეთ და ანუ მანამდეც ქონდათ სანახი ახლა ხედით გაქვთ სანახი როგორ გამოიყურება დავით ქაცარავა კომენტარის გავაკეთე ამასთან დაკავშირებით მე სხვა მიმართულებით მინდა კითხოთ მე ყოველდღიურად ვაშუქებ საპროტესტო აქციებს და ყოველდღიურად უფრო და უფრო სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან აქციის მონაწილეებს არც ერთი მოძალადე არ არის დაკავებული. მაინტერესებს იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი დავალებით ხდება ასე სასტიკად გასწორება აქციის მონაწილეების და ამ სისხლიანი სახეების უკან სწორედ თქვენი გუნდი დგას. სასტიკი მეთოდები არის ძალიან გადაჭარბებული, შემიძლია გითხრათ. სასტიკი მეთოდები გაჩვენოთ და თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს სასტიკი მეთოდებით არის გასწორება აქციის მონაწილეების. გავიმეორებ. ასეთი ტიპის ინციდენტებს კატეგორიულად გვმობ. არ არის მისაღები ასეთი რამ. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, მაგრამ უტრირებული ტერმინების გამოყენებაც არ არის სწორი. სისასტიკე იყო, როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს 4 აქციის მონაწილე. ეს იყო სისასტიკე. წარსულზე საუბრით დაიღალა საზოგადოება გეკითხებით მიმდინარე მოვლენებზე ბატონო. წარსულზე კი არ საუბრობ. სისასტიკე ის იყო და აქ ტერმინ სისასტიკის გამოყენება არის არარელევანტური, ამიტომ გაგახსენეთ წარსული. რაც შეეხება ასეთი ტიპის ინციდენტებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გვმობ
ასეთი ტიპის ინციდენტებს საჭიროა მაქსიმალური მოთმინების გამოვლენა ნებისმიერ შემთხვევაში. თუნდაც, როდესაც საქმე გვაქვს ჩვენ შეურაცხყოფასთან, ძალადობასთან და ასე შემდეგ. საჭიროა მაქსიმალური მოთმინება. ეს შეესატყვისება, კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს, მაგრამ ჩვენ 2012 წლიდან საქართველოში დავამკვიდრეთ ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი სტანდარტები და ჩემი მოთხოვნა ყოველას მიმართ, რომ ვიმოქმედოთ სწორედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. დიდი ბოდიში ბატონო ირაკლი, დაგლობა როგორც ჩანს საკმარისი არ არის. ერთი თვეა პროტესტი ქუჩაში მიმდინარეობს, თვე და 5 დღეა და ფაქტობრივად ყოველდღიურად უსწორდებიან აქციის მონაწილეებს და კადრები არსებობს. ხო, არც ერთი მოძალადი არ არის დაკავებული და ამაზე გეკითხებით, პასუხისგებაში არ არის მიცემული. რატომ არ აძლევთ მითითებას პრემიერი ხართ, რომ გამოიძიონ საქმეები დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვაძლევთ. ყველა ფაქტი არის დაწყობილი გამოძიება, მე და ვერ დაადგინეთ ერთი თვის განმავლობაში. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რა მასშტაბის ძალადობა იყო შარშან, როდესაც ორკები ძალადობდნენ თბილისის ქუჩებში, ამის გადაწვეს ნახევარი თბილისი, დაწვეს მანქანები, ავტობუსები, დააზიანეს არაერთი სამართალდამცავის ჯანმრთელობა, კურნალობენ დღემდე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები შარშანდელის შემდეგ. და ერთადერთი ადამიანი იყო ამისათვის დაჭერილი, რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ. ერთ-ერთი მოძალადე თქვენ გამოაცხადეთ გმირად. ერთადერთი კაცი იყო დაჭერილი, შარშანდელი ამ მასშტაბის ძალადობის შემდეგ და ისიც თქვენ გამოაცხადეთ გმირად. ამის შემდეგ თქვენ როცა საუბრობთ ძალადობაზე სამართალდამცავების მხრიდან, უბრალოდ ამის უფლება არ აქვს. ახალისებთ მოძალადეებს, სამართალდამცავებს, ხვალისევცემენ აქციის მონაწილეები. ანონსებთ, რომ არ იქნება დაჭერები ბატონო ირაკლი. არა, რაზეა საუბარი კაც. გამოძიება დაწყებულია ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გამოძიების მაღალი სტანდარტიც, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი, ამიტომა რომ შარშანდელის შემდეგ ერთადერთი კაცი იყო დაჭერილი, რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ, ხო? ამიტომ დაელოდეთ ყველაფერს. ხო, სარპასუხობთ, ერთი თვე გავიდა და 5 დღე და არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული. წელიწადზე მეტი. და ყოველდღიურად ხდება სისხლიანი დარბევები ადამიანების. მათ შორის დეპუტატებს ესხმიან თავს და არა მხოლოდ დეპუტატებს. ხალებს ნახავდით კადრებს, ხალებს უსწორდებოდნენ დღეს აქციის მონაწილეები პლაკატებით იყვნენ მოსული, რომ 9 აპრილს უსწორდებოდნენ ხალებს ისე როგორც უსწორდებოდნენ გუშინ. სამარცხვინო განცხადებაა. რა არის სამარცხვინო განცხადება? ვადარებთ ამას. 9 აპრილს კი აქციის მონაწილეების პოზიციაზე თქვენი პარტიის მიერ დარბეული. მე არც ერთ პარტიას არ წარმოვაძენ, ჟურნალისტი ვარ ბატონო. სერცხვით 9 აპრილს რო ადარებთ, რაც ხდება დღეს, ეს არის რუსული კანონის მიიღები ხელისუფლებისგან ალბათ უნდა გუკვირდეს არაფერი. სერცხვილი. რაც შეეხება რუსული კანონი, ეს ტერმინი არის სტრუპენტელობა, რაც არაერთხელ გამარტივ. მადლობა. ფორმულა ტელეკომპანია ფორმულა საომე ლაბაძე მე მინდა ისევ კანონის თემას რომ დავუბრუნდეთ თქვენ თქვით რომ შეხვედრაზე ობრაიენთან არ გისაუბრიათ სანქციების საკითხზე თუმცა ჯეიმს ობრაიენმა ბრიფინგით გამცნოთ იმის შესახებ რომ სანქციები იქნება ეს იქნება ფინანსური შინაარსის სანქციები დაწესდება სამოგზაურო შეზღუდვაც და შეეხება ყველა იმ ადამიანს რომელიც პასუხისმგებელია პროცესზე და მათი ოჯახის წევრებსაც და ის ამბობს რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ არ მიიღებთ კანონს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და ასევე თუ გაგრძელდება ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე. ისევ არასერიოზულად გეჩვენებათ სანქციების საკითხი ჯეიმს ობრაიენის ამ განცხადების შედეგად როგორც ამას შინ აღნიშნავდით და კიდევ ერთ შეკითხვას მაშინ ამის შემდეგ არის. ბატონო, პირველ რიგში კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები 2 საათნახევრიან შეხვედრაზე რომელიც შედგა ჩვენს შორის რაც ხა ბრიფინგს ეს ბრიფინგი მე მოვისმენეთ თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე-ფაქტო სანქციებზე, რომლებიც არის დაწესებული უკვე ბატონ ბიზნიანიშვილის მიმართ, თუმცა ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი ამ შეხვედრაზე. ნუ პრინციპში ჯობია ხოლმე თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, ჯობია რომ 2 საათნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგცენ ამასთან დაკავშირებით. ნუ ეს არც ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე, მით უმეტეს რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით და ზოგადად თუ საუბარია ორხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე ასეთ პირობებში ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული. შემიძლია ცალსახად გითხრათ. და კონკრეტულად რაც გულისხმობთ სიტყვაში არასერიოზული. ანუ გამორიცხავთ რომ სანქციები დააწესოს შეერთებულმა შტატებმა ჯეიმს ობრაიენის ამ განცხადების შემდეგაც კი თუ ამბობთ რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის დაწესება თუ არა ეს სანქციები მათ შორის თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების პრაგმატულად მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის. თქვენ ნახეთ გახსოვთ მაგალითად მოსამართლეების მიმართ დაწესდა ეგრეთ წოდებული სანქციების ავიზო შეზღუდვები
და მან დააზიანა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია. ვერავითარი ზიანი ვერ მიაყენა ამან მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების თვისებულების გარეშე დასანქცირდნენ მოსამართლეები, მაშინ როდესაც მოსამართლე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული სანქცირებისგან. რა თქმა უნდა შეილახა სერიოზულად ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს. ასეთი არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებას. იმიტომ რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდება ჩვენი პარტნიორების მიმართ რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ამბიჯების გადადგმაზე. ეს პირველ რიგში სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს, ბუნებრივია. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო მეტად გამყარდება ასეთ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას. გითხავთ ერთსაც კანონთან დაკავშირებით თქვენ ამბობთ რომ ელოდებით სამართლებრივ შენიშვნებს, რომ ვერ ისმენთ და ვერ იღებთ ასეთ შენიშვნებს ვერც ოპონენტებისგან, ვერც საერთაშორისო პარტნიორებისგან, მაგრამ რატომღაც არ ელოდებით შენიშვნების წარმოდგენას ვენეციის კომისიისგან. ხომ არ განიხილავთ რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებს დაელოდოთ და ამის შემდეგ გადაწყვიტოთ საკითხი მის შესახებ დაძლებთ თუ არა პრეზიდენტის ვეტოს. რატომ არ ელოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას? ხედან არის ორი კვირა, ვიდრე პრეზიდენტი წარმოადგენს საკუთარ ვეტოს. როგორც მოგეხსენებათ, პროცედურა არის ასეთი. ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის კანონპროექტი და მეორე ალტერნატივა არის მიღებული კანონპროექტი, ხო? მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმე წარმოადგინოს ახლა, ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ, რა თქმა უნდა, ჯანსაღი მსჯელობისთვის. შესაბამისად ვენეციის კომისიას აქვს ამის საშუალება, რომ თუ უნდა წარმოადგინოს საკუთარი დასკვნა. ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც მაგზავნიდა ხოლმე ესა თუ ის სუბიექტი ვენეციის კომისიაში კანონპროექტებს და ერთ კვირაშიც კი გამოგზავნიათ დასკვნა. ამ კანონზე დასკვნის წარმოდგენას არაფერი არ უნდა. არის რამდენიმე გვერდიანი კანონპროექტი, შეუძლიათ 2 დღეში დააწერონ ეს დასკვნა. წარმოადგინონ განვიხილოთ. პრეზიდენტს აქვს გარკვეული ვადა იმ დრომდე ვიდრე დაადებს ვეტოს ამ კანონს და ამის შემდეგ თქვენს გაქვთ დრო იმისთვის რომ მაშინ არ დაძლიოთ ეს ვეტო. თქვენს ხომ გაქვთ ამის შესაძლებლობა? არა, ჩვენ შეძლობის განიხილოთ რომ დაელოდებით ვენეციის კომისიის შეფასებას და ამის გათვალისწინებით იფიქრებთ ვეტოს დაძლევის საკითხს. არა, სხვა რამეზეა საუბარი. 28 მაისის შემდეგ ან უნდა გაიზიარო პრეზიდენტის ვეტო, ან უნდა დაუბრუნდა შენ კანონპროექტს. მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები. ამის მერე იქნება დაგვიანებული. მათია დამოკიდებული წარმოადგენენ, განვიხილავთ, არ წარმოადგენენ, ვერ განვიხილავთ. ბატონო რეკლი, ჩემი შეკითხვაც შეეხება ობრაიენთან შეხვედრას. ჩვენ გვქონდა ცდილობა, რომ ეს ორი კითხვა დაგოსვა მისთვის, თუმცა ჩვენ არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა მეტი სიცხადისთვის. ჯერ გკითხავთ, გეტყვით რისი კითხვა გსურდა. სახტების პრეზ-სპიკერმა თქვა, რომ ფარა ეხება მხოლოდ იმ უცხოურ ძალებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მთავრობებს წარმოადგენენ, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ფარას რეესტრში მოხვდნენ მაგალითად ქართული ტელეკომპანია ფორმულა და მიხეილ სააკაშვილის დედა გიულია ლოსანი. ისინი დიდი ხანია საქართველოს მთავრობას არ წარმოადგენენ, რატომ გახდა საჭირო ასეთი აშკარად არასწორი ინფორმაციის გავრცელება? ეს იყო ჩვენი ერთი შეკითხვა, ხოლო მეორე გახდათ ქართულ ხალხს აქვს თუ არა უფლება რომ იცოდეს რაში იხარჯება, რაში დაიხარჯა ნახსენები 6 მილიარდი დოლარი. თქვენ ხომ არ გქონიათ ამ საკითხებზე საუბარი და როგორი არის მისი პოზიცია თუ გქონდათ საუბარი ამ საკითხებზე, რასაკვირველია? პირველ რიგში რაც შეეხება თორსი მეთიუ მილერის განცხადებაზე ხო საუბარი, ან მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ფარა ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხო ქვეყნის მთავრობის ინტერესების წარმოდგენა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც არ არის სწორი, ასე რბილად ვიტყოდი. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თქვენც ახსენეთ, ანუ გიული ალასანი არის მაგალითად უცხოური ძალა ფარას რეესტრის მიხედვით და ბუნებრივია გიული ალასანია მადლობა ღმერთს არ არის საქართველოს მთავრობა ან რომელიმე სხვა ქვეყნის მთავრობა, ასევე ტელეკომპანია ფორმულაც არ არის საქართველოს მთავრობა ან რომელიმე სხვა ქვეყნის მთავრობა, ხო? ასეთი მარტივი არასწორი ინფორმაცია როცა მოდის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მხრიდან. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც არ არის წესრიგში. აქაც რეალურად რაზეა საუბარი. იმდენად არ აქვთ არგუმენტები ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის უცხოელ ოპონენტებს კანონთან დაკავშირებით, რომ მათ უწევთ ხანდახან
ასეთი ინფორმაციის გავრცელება იმისათვის, რომ რამენერად მაინც გააკრიტიკონ ეს კანონი. სინამდვილეში გასაკრიტიკებელი საერთოდ არაფერი არ არის ამ კანონში, არც ერთი ნორმა არ არის სინამდვილეში გასაკრიტიკებელი. ერთადერთ რამეს ითვალისწინებს ეს კანონი. წელიწადში ერთხელ არ ვიცი, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს საკუთარი ფინანსური ანგარიში იუსტიციის სამინისტროში. როგორც შეიძლება აქ რაიმე იყოს გასაკრიტიკებელი, ხო ძალიან მარტივად არის სინამდვილეში საქმე. ამიტომ უწევთ ჩვენს პარტნიორებს ასეთი სრულ ინფორმაციის გავრცელება. რაც შეეხება 6 მილიარდს, იყო გარკვეული წლები, 2009-11 წლები, როდესაც ეკონომიკას მოხმარდა ფული, მაშინ იყო სააკაშვილის რეჟიმი, გადასარჩენი საკმაოდ ბევრი დაიხარჯა მაშინ ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება ბოლოდროინდელ დაფინანსებას, მე ერთი რამე უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი ხმარდება ისეთი ტიპის აქტივობებს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე. განსაკუთრებით შევეხებოდი ბოლო 3-4 წლის მოვლენებს. სამწუხაროდ იყო რევოლუციური პროცესები და გაუმჭორელი ფულმა სერიოზული როლი შეასრულა ამ რევოლუციურ პროცესებში, რომ არა ეს მოვლენები 2021-2023 წლებში ჩვენი ეკონომიკა მაგალითად დღეს 30 მილიარდი დოლარის მაგივრად იქნებოდა მინიმუმ 35 მილიარდი დოლარი. რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დამატებით შევიდოდა მილიარდი დოლარი. წარმოგიდგენთ რამხელა რესურსის ხელიდან გაშვებაზეა საუბარი, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. გამჭვირვალობის შესახებ კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ გრძელვადიანი სიმშვიდე დაისადგურებს ამ ქვეყანაში. ეს პირდაპირ აისახება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. თუ ჩვენ გვექნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მომატებული ტემპი, ასეთ შემთხვევაში ყოველწლიურად შემოვა დამატებით ჩვენს ბიუჯეტში მილიარდი, 2 მილიარდი დოლარი. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში. თუმცა შეიძლება ვიღაცებს ესეც არ აწყობდეთ კონკრეტულ სუბიექტებს, რაც უფრო ძლიერია შენი ეკონომიკა, შენი ბიუჯეტი, მით უფრო ნაკლებად მეტად შეიძლება იყო დამოუკიდებელი, სხვაზე ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ამიტომ ვამბობ, რომ დამოუკიდებლობას ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ეს კანონი მოგცემს ქვეყნის დამშვიდების საშუალებას. ქვეყნის დამშვიდება ნიშნავს უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს მეტ ფულს ბიუჯეტში და ეს ნიშნავს საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მტკიცე დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი ამოცანა და ამიტომ ვიბრძვით ასე აქტიურად, პრინციპულად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვის და ეს კანონი კიდევ ერთხელ ვეთქვი უკავშირდება სწორედ ამ ამოცანას, ამ მთავარ მიზანს კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რაც არის ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობა და შესაბამისად არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაც. ყველა თემაზე მქონდა საუბარი ბატონო ბრაიანთან, იყო ძალიან გულწრფელი, გახსნილი საუბარი, 2 საათნახევარი. აბსოლუტურად ყველა წუხილი გაუზიარე მე ბატონო ბრაიანს, რაც გვაქვს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში და განსაკუთრებულად შევეხეთ გაუმჭვირვალების როლს ამ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის მანძილზე. მე გამოვთქვი იმედი, რომ თვისებრივად შეიძლება ეს ყველაფერი მომავალში და ყველაფერი არის არსებით და დამოუკიდებელი სწორედ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენზე ნაკლებად, ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ. ჩვენს პარტნიორებზე არსებით და დამოუკიდებელი ის თუ რამდენად გაძლიერდება ურთიერთობები ორ მხარეს შორის. იქნება საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს ევროკავშირი. თავარია რომ ჩვენ მივიღოთ ღირსეული სამართლიანი დამოუკიდებლობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თქვენი პოზიცია იმაზე, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირის მართლაც გლობალური ომის პარტია და დინარის ამ გლობალური ომის პარტია. მე მოგახსენებთ, ჩვენ ამ თემაზე იცით რომ გახსნილად ვერ საუბრობთ. თქვენ თუ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონო ბრაიანს გაუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით 30%. დაახლოებით შეხვედრაზეც კი რთულია
ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნეები რა თქმა უნდა გქონდა. თქვენთანაც გვაქვს ხოლმე გარკვეული მინიშნეები, ბატონ ობრაიანთან გქონდა კიდევ უფრო ფართოდ გაშლილი მინიშნეები, თუმცა დახულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ საკითხს და საკმაოდ სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე. გლობალური ომის პარტიის სახით. ეს არის აქციები, როცა ჟურნალისტების და მოქალაქეების ხედავთ სამართალდამცავებს, რომელსაც ნიღბებით აქვს სრულად თითქმის სახელდაფარული და ალბათ ძალიან ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრი თუ შეძლებს მათ ამოცნობას ვინ არიან. აი ეს რო აგვიხსნათ, რატომ არიან სამართალდამცავები ნიღბებით, ისე რომ მათი იდენტიფიცირება, სახის დანახვა შეუძლებელი, ეს არის მათი სურვილი, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, თუ როგორ მიხვედით აი ამ დასკვნამდე და მეორე საკითხი მაინტერესებს მე წინა გასუკვირასაც კითხეთ და პრინციპში ეხება ძალადობის შემთხვევებს. ერთი სამართალდამცავი მაინც თუ არის იდენტიფიცირებული, რომელმაც იძალა და აქციის რომელიმე მონაწილეზე და შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ის სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ, თქვათ მოქალაქეებზე ძალადობაზე, მუშაობენ თუ არა ისევ აქციების დაშლის ნაწილში. მადლობა. კი, ბოლოდან დავიწყებ, რაც შეეხება ასე ვთქვათ ინციდენტებს, გამოძიებას კი არის დაწყებული, მათ შორის პერსონალური გამოძიება. კი პერსონალურიც არის დაწყებული მთელი საქმეებთან დაკავშირებით და ეს გამოძიება ბუნებრივია გრძელდება. რაც შეეხება ჩართულობას, სამართალდამცავები წყვეტენ სტანდარტების მიხედვით ამ ყველაფერს აგრძელებს თუ არა შესაბამის პირი მონაწილეობას შესაბამის მოქმედებებში. რაც შეეხება ნიღბებს, ნიღბების დარება სამართალდამცავების მიერ, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და საინტერესო ასევე ის არის, რომ ნიღბების არტარება მომიტინგეების მხრიდან არის ასევე ფართოდ გავრცელებული ევროპაში, ამერიკაში საერთაშორისო სტანდარტი. ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით მომიტინგეების მიერ ნიღბების დარება სისხლის სამართლებრივად იშება, პირდაპირ იშება სისხლის სამართლებრივად. და შესაბამისად ეს არის საერთო სურათი, ანუ წესით სამართალდამცავებს აქვთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ნიღბების დარების უფლება, თუმცა ამის უფლება რეალურად წესით არ უნდა ჰქონდეთ მომიტინგეებს, თუმცა აქაც მოქმედებს საქართველოში, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი. ეს სტანდარტია, ეს ჩვეულებრივი სტანდარტია. არა, როგორ? არა, როცა პოლიციელები დღესაც უნიღბოდ გამოდიან, პოლიციელები, მაგრამ როცა გამოდის სპეცრაზმი, აქ არის სტანდარტი. ეს ჩვეულებრივი მოვლენა, ანუ ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა, არის აბსოლუტურად ევროპული და ამერიკული სტანდარტი. თავისი მიზეზი და ახსნა აქვს ამ ყველაფერს, ხო? ანუ ამოცნობადი არ უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი შესაბამისად, მთელი უსაფრთხოების მოსწრებიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამირო, ეს არის ევროპული და ამერიკული სტანდარტი. და ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ევროპული და ამერიკული სტანდარტია ის, რომ როგორც წესი, იგრძალება მომიტინგეების მიერ ნიღბების დარება, თუმცა ხედავთ, რომ ძალიან ფართოდ გამოიყენება ნიღბები მომიტინგეების მიერ. მე არ ვიცი, ჩვენ გვაქვს ზოგადად ევროპულსა და ამერიკულსა მაღალი სტანდარტი, როდის რა გამგასდება პერსპექტივაში არ ვიცი, მაგრამ ამაზე მე რა თქმა უნდა არავითარი მინიშნება არ გამიკეთებია. ზოგადად თუ საუბრობ ჩვენ ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებზე, სტანდარტები არის სწორედ ასეთი, სამართალდამცავების ხარეს და მომიტინგების ხარეს. მადლობა ყურადღებისთვის.